თქვენ ნახევარ სიმართლის, ნახევარ ზომების მთავრობა ხართ. ანუ ვიხართ არამთავრობა ხართ, ანტიმთავრობა ხართ. ამიტომაც რა დრო დადგა თქვენი წასვლის ერთადერთი ვინ უნდა გააკეთოს ეს? თქვენ ტერს თქვენ რომ გააკეთებთ. ვინ? ივანიშვილი? წამსვლელი არსად არ არის. არც არავინ არის წამსვლელი. ესენი ისე ბღაუჭნენ ახლა ამ სავარძლებს. სავარძელს არა, შევარდნაძეს სავარძელი შეიძლება, მაგრამ შევარდნაძეს გარემოცვა კი ბატონო. შევარდნაძეს ან სააკაშვილს ვიმეორებ როგორ შევადარებ ამათ. როგორ დაუშვებელია წარმოუდგენელია. არის არნახული კორუფცია. არნახული ბმები რუსეთთან, არნახული ურთიერთბინძური დამოკიდებულება, არნახული ღალატის ქრონიკა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების. ამიტომაც მარტივად წამსვლელები ჩვენ უნდა დავეხმაროთ წასვლაში. როგორ? უნდა მე ვამბობდი წარსულში ხოლმე ასე. ახლა თქვენს გადაცემაში პირველად ვიტყვი ამას. რომ ვამბობდი ხოლმე რომ უნდა შეიქმნას. ახლა ვიტყვი ასე, უნდა შევქმნათ ახალი პოლიტიკური ალტერნატივა. არავითარი სხვა გზა არ არსებობს. რამე კონკრეტულს გულისხმობთ თქვენი მონაწილეობით? კონკრეტულს გულისხმობ, დიახ. ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა, იმიტომ რომ 30 წლიანმა უბედურმა ჩაკეტილმა წრემ გააუბედურა ქართველი ადამიანი. ქართველს დააკარგვინა სამშობლო, გადაიხვეწა ნახევარი საქართველო უცხოეთში და ახლა თუ ვინმე მისმენს მე რომ ტკივა ეს მონაგონია მას რომ ტკივა იმასთან შედარებით დედა შვილს დააშორეს ადამიანები გარდაიცვლებიან და შვილები ან პირიქით მშობლები ვერ ჩამოდიან რომ დაიტირონ ისე დღეში ჩააგდეთ თქვენ განა იმას ვამბობ რომ გლობალური ტენდენცია არ არის მიგრაციის და სხვა მაგრამ ამ მასშტაბის დაიცალა სოფელი და ქალაქი და ბათუმი ამივსეთ კი არავის ვერჩი როგორ გეკადრებათ ამას თქვენმე ვერ მეტყვით მაგრამ ავსეთ ყველათი და ქართველი იქ აღარ არის აღარ დარჩა ვისთვის აშენებთ ამ კორპუსებს გეკითხებით თქვენი კორუფციისთვის პირველ რიგში და იმისთვის რომ თქვენ არ გინდათ არავინ კრიტიკულად მოაზროვნეთ არჩეს საქართველოში არსად არ წავალთ ჩვენ თქვენ გაგაცილებთ ჩვენ დავასრულებთ თქვენს მმართველობას ჩვენ დავასრულებთ ამ ბინძურ კარის თამაშებს აი მინისტრობანას დავასრულებთ კობახიძის მინისტრობანას ივანიშვილის მინისტრობანას დავასრულებთ და დაუსვამთ წერტილს ვის მოიაზრებთ თქვენ გარშემო რადგან თქვენ წარმოიდგინეთ რომ მოვიაზრებთ მე რომ მოვიაზრებთ მეთქი ეს იქნება უხერხულად და ხმამაღლა ნათქვამი ასე ვიტყოდი მოვიაზრებთ იმათ და მეც მათ შორის ვინც მზად არის რომ უალტერნატივოდ აქციოს თავისთვის უანგარო მსახურება აი თუნდაც ეს იყოს სიცოცხლის ფასად. სახელებს და გვარებს ხომ ვერ მეტყვით დღეს ან რა პერიოდში როგორია თქვენი პოლიტიკური კალენდარი თქვათ რომ შეიძლება დაიწყოს სახელი ანუ ყველა პიროვნება ცალ-ცალკე და ერთად არის საოცრება თავისთავად მაგრამ მეორე მხრივ არც ერთ სახელს არ აქვს მნიშვნელობა თუ ეს სახელი ისევ იმ გზას უნდა დაადგეს. იცით რა არის საჭირო? ალტერნატივა, რომელიც მზად იქნება იმისთვის, რომ პირველივე შეცდომის დანაშაულზე ავსაუბრობ. დღეს დანაშაულების კასკადია. პირველივე შეცდომის ნეფსით თუ უნებლიეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა აიღოს თავზე. დღეს ესენი არც სუძზე, არც კარგზე, არაფერზე არ აგებენ პასუხს. კობახიძე რაზე აგებს პასუხს, როცა იცის რომ იქ ბატონია. ბატონი რატო რაზე აგებს პასუხს, როცა იცის რომ თუ რამე სადღაც კარგი ვიღაცამ სპორტში ოქროს მედალი აიღო, კი ბატონო, ტაში მას უნდა დაუკრას საქართველოს თურმე, არა იმ სპორტსმენს, ან ორივეს თანაბრად. ან იმას მაინც მეტად, იმიტომ რომ ის არის მეცენატი, ის არის ხელშემწყობი. და თუ რამე დაშავდა, ყველა დამნაშავეა მის გარდა და ნებისმიერ მთავრობას გაუყოლებს გასაგებია რა გზას. ამიტომაც აი ეს ანომალია საქართველოში უნდა დამთავრდეს ერთადერთი გზით. მოვიდეს ის რამდენიმე დღეს თუნდაც სახელის და გვარის გარეშე ადამიანი, რომელიც არაფრის ფასად ვიმეორებ ეს ძალიან პრინციპულია. არაფრის ფასად. უანგაროდ. არაფრის ფასად. უანგაროდ არის ის რომ ხელფასს არ აიღებს. მაგრამ არაფრის ფასად არ დათმობს სამართლიანობის, ნორმალურობის, ჰუმანურობის პრინციპებს და აქვე არავინ იფიქროს რომ ჰუმანურობა რომ თქვი ერთი რამ გამომრჩება. ეს ისე აქვე ვიტყოდი და თუ გნებავთ
წავალ დავტოვებ სტუდიას, ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა, საქართველოს სჭირდება სამართლიანი წესრიგი. იცით ეს რას ნიშნავს? ბატონ რიჟვაძეს მე თუ ვერ გამოჯამრთელ და გულწრფელად არ ვიცნობ ჩვენ ერთმანეთს, გულწრფელად გისურვებთ ბატონო თორნიკე, სრულად გამოჯამრთელდეთ და თქვენს წინაშე მე ვატყობ რომ დააშავეს ბევრ რაღაცაში, პასუხი უნდა აღოს ყველამ, მაგრამ ბოდის გიხდით უდანაშაულობის პრეზუმპციის გათვალისწინებით ვიტყოდი რომ თქვენ რომ დააშავეთ მე ვხვდები, იმიტომ რომ თქვენ მე რა ბათუმი დამიტოვეთ, ამას ხო ხედავ. თქვენ წახვედით და ქალაქი არ გეყოთ და ზღვაში კუნძულის აშენება დაიწყეთ. ეგეთი რა არ დასიზმრებია არავის. მოკლედ, ამის გამო იმას ვამბობ, რომ ყველამ წასულმა, გაქცეულმა, იმან, ამან, ყველამ დამოუკიდებელი სასამართლოს და პროკურატურის წინაშე უნდა მე ამის მომხრე ვარ. ყველა იმ მერმა აქ თუ იქ ჩემ ქალაქში, ყველამ ვიც ხელი მოაწერა ამ ნებართვებს, თაწმინდის ჩამოშლას, ბათუმის გაყიდვას, ბახმაროს განადგურებას და ასე შემდეგ, ყველამ უკლებლივ უნდა აგოს პასუხი, ამიტომ ვამბობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ სამართლიანი, არა თქვენი, არა ჩემი, არა თქვენი ოპერატორის ან ვინმეს, ბიზაშვილის ან მისი ან სხვისი, არამედ სამართლიანი კანონმდებლობის წინაშე, სამართლის უზენაესობის პრინციპით. ეს ჩვენ იმდენჯერ მოვისმინეთ, რომ მესმის ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო, ყელში ამოგვივიდა და მოგბეზრდა, მაგრამ თუ გვინდა რომ ერთხელაც ეს ყველაფერი ნორმალურობაში გადავზარდოთ, მოდით ერთი მხრივ დავიჯეროთ და მეორე მხრივ რაც თავარია, არასდროს არ მოვდუნდეთ და ყველაზე საუკეთესოც რომ მოვიდეს ხვალ, იცოდეთ, ყველაზე მეტად იმას უნდა კონტროლი. იმიტომ რომ კონტროლი ესაჭიროება ნებისმიერს, სხვაგვარად არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს. ყველაზე კარგსაც კი სჭირდება ინსტიტუციური ბალანსი, გარანტირებული ისეთი საფუძვლები, რაც გამორიცხავს პიროვნების კულტს, პიროვნების განდიდებას და ასე შემდეგ. თქვენ რომ გახდეთ პრემიერ-მინისტრი, დაუშვით შეცდომა, მოიხადეთ ბოდიში და თქვით, რომ მე შემეშალა, თუ ეს ისეთი შეცდომაა თუ დანაშაულია, თქვით, რომ მე გადავდექი. ამას უნდა შეგნება, კულტურა, ვაჟკაცობაც და სახელმწიფოებრივი აზროვნებაც, სამართლიანობაც, არც ერთი, არც მეორე, არც მესამე და არც ერთი, თქვენ ბატონებო, შეიძლება არ ვიცი, საუკეთესოები ხართ როგორც ადამიანები, ვიღაცეებისთვის, მაგრამ როგორც პოლიტიკოსები, განულდით, წაბრძანდით, თქვენით არ წახვალთ, ჩვენ დაგეხმარებით და ამას მოვახერხებთ.